საკ-პატენტის განცხადებით ადგილწარმოშობის დასახელების სახით რეგისტრირებული მუკუზანი საუკეთესოა წითელ ღვინოებს შორის. მათი ინფორმაციით, ღვინო მუკუზანი ჯერ კიდევ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა, როდესაც წინანდლის მამულები და ვენახები ჭავჭავაძეების ხელში იყო და ფრანგი მეღვინეები კონსულტაციას უწევდნენ გარსევან და ალექსანდრე ჭავჭავაძეებს, თუ როგორ უნდა გაშენებულიყო ვენახები. წინანდლის მამულის პარალელურად იგივე პროექტით გაშენდა ღვინის მარნები მიმდებარე სოფლებში და მათ შორის მუკუზანში. მუკუზანის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძენი და დაუშვებელია მასში სხვა ჯიშების შერევა. ამ სოფელში არის თიხნარი ნიადაგი, საფარს აქვს რელიეფური დახრილი ფორმები. ქანები გაჯერებულია კარბონატების მაღალი შემცველობით და საერთო კლიმატურ პირობებთან ერთად ეს თვისებები განაპირობებს მუკუზანის მაღალ ხარისხს. მუკუზანი არის წითელი მშრალი საუკეთესო ღვინო საქართველოში და ეს მზადება საფერავის ჯიშისგან. აუცილებელი არის ჩემთვის, რომ ყურძენი იყოს დამზადებული მოყვანილი მუკუზნის მიკროზონაში და თვითონ სოფელ მუკუზანში, რაზეც მე პირადად ვმუშაობ. რაც ჩემ ღვინოებს შეეხება, ჩემ მუკუზანს, ან ჩვენ გვაქვს სადღაც 70% ვაწარმოებთ მარტო მუკუზნის ღვინოს, დანარჩენს სხვა ღვინოებს. არაერთ კონკურსზე იყო ჩვენი მუკუზანი წარდგენილი. და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ჯილდო მოიპოვა თვითონ მუკუზანმა, რაც მე ძალიან მახარებს. ქონდა საერთაშორისო გამოფენებზე, ასევე საქართველოს გამოფენებზე და ყველგან წარმატებით დავბრუნდით, ანუ უმედლოდ არ ყოფილა მოbrunება კონკურსიდან. და ეს ძალიან სასიხარულო ამბავია და ძალიან მიხარია, რომ საკ-პატენტმაც ეს აღიარა საუკეთესო ქართულ წითელ ღვინოდ.